თუ უკვე აღარ იცი რა სამარხო კერძი მოამზადო და რამოდენიმე ბულგარული და პომინდორი მაინც გაქვს სახში, აი ეს უგემრიელესი კერძი მოამზადე. მოვამზადოთ ბულგარულები და პომინდრები. აი ესე თავზე მოვაჭრათ, ბოლომდე ნუ ჩავჭრით, უმჯობესია ხუფივით ზედ ეკიდოს ცოტა. თესლები ამოვაცალოთ და ასე მოვამზადოთ ყველა ბულგარული. ანალოგიურად მოვამზადოთ პომინდრებიც. აი ესეთ ხლად ხუფივით შემოვაჭრათ, ბოლომდე ნუ ჩავჭრით. პომინდრებს შუაგული ამოვაცალოთ, აი ასე ჩაის კოვზით ძალიან ადვილად ამოდის და ცალკე თასში დავაგროვოთ. ეს მოგროვილი პომინდრის გულები მოვათავსოთ ბლენდერში. აქვე დავამატე 4-ად დაჭრილი 1 მოზრდილი ხახვი და დავაბლენდეროთ. მე ნახევარი პომინდორიც დავამატე. მაქვს უკვე გარეცხილი 200-220 გრამი ბრინჯი. დავამატე ეს დაბლენდერებული მასა. ვამატებ დაჭრილი მწვანილებს, ქინძი, ოხრახუში და კამა. დავახეხოთ 1 ან 2 სტაფილო, ეს გემოვნებაზეც არის დამოკიდებული. მარილი პილპილი გემოვნებით, მარილი დავამატე 1 ჩაის კოვზი, მარილი არ უნდა ეკლდეს. ზეთიც დაამატეთ გემოვნებით, მე ვამატებ 80-100 მილilitrს. ხმელი სუნელებიდან მე დავამატე პაპრიკა, მწარე წიწაკა, უცხო სუნელი, ხმელი სუნელი. რამდენი შესავსები ბულგარული და პომინდორიც ამაქვს, იმდენივე 1/9 სუფრისკოვს ბრინჯს ვიღებ, დამოკიდებულია რა თქმა უნდა მათ სიდიდეზეც. აქ ვამატებ ჩემ მომზადებულ 100 გრამ პომინდრიან აჭიკას. კარგად შევურიოთ ერთმანეთში. შევავსოთ პომინდრები და ბულგარულები. ძალიან ნუ გამოვტენავთ, ცოტა მოსახარში ადგილიც უნდა დაუტოვოთ. თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. უნდა ჩავალაგოთ ქვაფში. ქვაფში უნდა ჩავალაგოთ მჭიდროდ. ჯერ ვალაგებთ ისე, რომ ყველა ფეხზე დადგეს, ერთმანეთს მივაყუტოთ და აი ასე შევავსოთ. ცარიელი ადგილები არ უნდა იყოს დარჩენილი, ამიტომ 1 დიდი კარტოფილი გავცხვინე, დავჭერი ესე გრძლად, ასევე სტაფილოც გამოვიყენე და ამ ცარიელ ადგილებში ჩავალაგე. უნდა დავწმუნდეთ, რომ ბულგარულები მჭიდროდ არის ერთმანეთში. ჭიქაში ჩავასხე 1/4 ზეთი, ვამატებ იმდენიმე პომინდრის აჭიკას ან ტომატპასტა დაამატეთ, არა აქვს მნიშვნელობა, შევავსე წყლით. ეს 1 ჭიქა ასე მომზადებული მოვასხი ქვაფს ზემოდან. დანარჩენი შევავსე წყლით. ეს სითხე წყალი უნდა მოადგეს ბულგარულებს ნახევარზე ცოტა ზევით. ზემოდან დავაჭერი 1/9 პომინდორი. გაზაფხულზე პომინდორი ცოტა სიმჟავე დაჰკრავს და ამიტომ ბევრის დამატება არ არის სასურველი. უმჯობესია ტომატპასტა დაამატოთ, თუ გინდათ რომ ძალიან პომინდრიანი იყოს. ჩავაგდე 1-2 ნივრის კბილიც, დავახუროთ და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე. როგორც კი ადუხდება, უნდა ჩავუწიოთ და ვხარშოთ 25 წუთი. აი ასე უნდა დუღდეს, დავაფაროთ და დავტოვოთ. უნდა ვხარშოთ 25 და ცოტა მეტიც შეიძლება, მერე გადმოვდგათ და უნდა დავტოვოთ 20 წუთი დაისვენოს. მთელი წვენი უნდა შეისრუტოს და მერე იქნება ძალიან გემრიელი. უკვე მერე გადმოვიღოთ თეფშზე და დავაგემოვნოთ. გამოდის საოცრად არომატული, საოცრად გემრიელი სამარხო კერძი. თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. აი ნახეთ როგორია ბრინჯი. ბრინჯი არის საოცარი, ძალიან კარგად მოხარშულია, არც მეტია და არც ნაკლები. ძალიან გემრიელია, აუცილებლად მოამზადეთ. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ახალი რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ. აქვე დამატებით შეგახსენებთ, რომ არხზე გვაქვს ამ ბულგარულის რეცეპტი ღუმელში მომზადებული, რომელიც გამოდის ძალიან გემრიელი. ეხლა ლინკი ზევით გამოჩნდება, შეგიძლია გადახვიდეთ და ნახოთ სრული ვიდეო. აქ კი მოკლედ მოგიყვებით.
ამ ვიდეოს ვამზადებ ზაფხულში, ამ დროს პომიდორი, ბულგარული და მწვანილები უფრო უკეთესიც არის და უფრო მდიდარიც არის. ამიტომ შეგვიძლია მწვანილებით უფრო გავამდიდროთ. ბრინჯიანი კომბოსტოს ტოლმაზე დამიწერეს, ზეთი ბევრი ხუმ არ არისო. როცა საუკეთესო ზეთი გაქვს, ზეთი ბევრი არასდროს არ არის. ნახეთ რა ზეთია, გამდნარი კარაქივით არის, ეს არის პართენოლადი, ზეთის ხილისგან ახლად გამოწერული, სახში გამოწერული ზეთი. ამ ზეთ სალათაზე მოასხამ, პურს ჩააწობ და ისე ჭა. ბრინჯიან ტოლმას კიდე თუ ზეთიც არ აქვს, იმას რის გემო უნდა ჰქონდეს. ასე რომ გამოიყენეთ საუკეთესო ზეთი და ზეთი არ დაგენანოთ. ასევე რაც მთავარია, მარილი არ უნდა ეკლდეს. მოვიმარაგოთ ყველაფერი, მოვამზადოთ. რამდენად მოზრდილი პომიდორი და ბულგარულიც აგვაქვს, ბრინჯიც ისე დავამატოთ. რომ შევავსებ, დავახუროთ თავსახურები. ზევიდანაც მოვასხათ ზეითუნის ზეთი. თავისუფალი ადგილების შესავსებად დავჭერი კარტოფილი და ჩავალაგოთ. შეიძლება სტაფილოც გამოიყენოთ. დაახლოებით შუამდე შევავსოთ წყლით, დავახუროთ საწყობი და ალუმინის ქაღალდი, შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 55 წუთით. მერე მოვაშოროთ ეს ალუმინის ქაღალდი და დავტოვოთ კიდე 10 წუთი. ჩვენი ტოლმა მზად არის, გამოდის ძალიან გემრიელი. აუცილებლად გადადით ამ სრულ ვიდეოს ლინკზე და აუცილებლად მოამზადეთ ეს გემრიელი ტოლმა, საოცარი გამოდის. ჩვენ კი როგორც გითხარით, მალე ისევ შევხვდებით.